ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში საჰაერო ბუშტების ფესტივალი გაიმართა. ამ შთამბეჭდავ სანახაობას 10,000-ობით მაყურებელი დაესწრო. ღონისძიება პირველად 1973 წელს ჩატარდა და უკვე 50 წელიწადზე მეტია, რაც ეს ტრადიცია ყოველწლიურად გრძელდება. სულ პირველად ღონისძიებაში მხოლოდ 6 საჰაერო ბუშტი იღებდა მონაწილეობას და მხოლოდ 20-მდე მაყურებელი ესწრებოდა ჩვენებას. 2020 წელს ფესტივალი COVID-19-ის გამო არ ჩატარებულა. ყოველწლიურად ფორესტ პარკში 100,000-ზე მეტ ადამიანს მასპინძლობთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ბუშტი გვაქვს. ჩვენი ბუშტების უმეტესობა დაახლოებით 27 მეტრის სიმაღლისაა. რომ წარმოიდგინოთ ბუშტების მასშტაბი, თითოეულში შეიძლება 90,000 კალათბურთის ბურთი ჩაედიოს. უბედნიერესი ვარ და ცრემლები მომდის, როცა ყოველწლიურად ამ სილამაზეს ვხედავ და ხალხმრავლობას. როცა ვხედავ, როგორი გარწყინებული თვალებით უყურებს დამსწრე საზოგადოება ამ სანახაობას, ხვდები, რომ ფესტივალი შედგა. ორდღიანი ფესტივალის პირველი დღე 1000 ფერი საჰაერო ბუშტის გამოფენას დაეთმო. მეორე დღეს კი ბუშტების მეპატრონეები რბოლაში ჩაებნენ. თუმცა უამინდობის გამო შაბათს დაგეგმილი აფრენა და ბუშტების რბოლა გადაიდო. საჰაერო ბუშტების ფესტივალზე საერთო ჯამში 50-ზე მეტმა პილოტმა საოცარი სანახაობა აჩუქა დამსწრე საზოგადოებას. სკოტი და სინტია ვუგები 40 წელია დაქორწინებული არიან და აქედან 30 წელზე მეტი საჰაერო ბუშტების ფრენას მიუძღვნეს. ისინი ყოველწლიურად ბრუნდებიან სენტ-ლუისში, რათა ბუშტები აფრინონ და დააკვირდნენ ადამიანების სახეებს, როცა ისინი პირველად გამოცდიან ამ სანახაობას. ბუშტებით ფრენა უდიდესი ისტორიის მატარებელი ტრადიციაა. ხალხს აქ ისეთ სანახაობას ვთავაზობთ, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან იშვიათია. ძნელი არ გაიღიმო და არ გაბედნიერდე, როცა შენს წინ უზარმაზარ საჰაერო ბუშტს ხედავ. ხალხს ღიმილი ნამდვილად სჭირდება და ჩვენ ამაზე ვზრუნავთ. Great Forest პარკის ბუშტების ნათება და რბოლა არა მხოლოდ სენტ-ლუისის ტრადიციაა, არამედ ამერიკული ისტორიის უდიდესი ნაწილიც. 2000 წელს ეს ტრადიცია ამერიკული კონგრესის ბიბლიოთეკამ ადგილობრივ მემკვიდრეობად აღიარა.